აჭარა და გარდაბანი ესეთ ფინალი რამდენიმე გვექნება აჭარელებს ხავთ 9 ფინალისტი აქედან 8 წონაში ხავთ წარმომადგენელი 8 წონის ფინალში აქედან ერთი ფინალი 12 კილოგრამში ამ ბროლაძე თავად კილოზე სულოთ აჭარული იქნება და 2 წონა სადაც აჭარული ფინალისტი არ იქნება შესაბამისად რამდენიმე წუთში შეხვდებიან იქნება ეს დაპირისპირება აჭარა და გარდაბანი ასევე 63 კილოგრამში კობა ხარუმიძე და 97 კილოგრამში გუნდურ ჩათვლაში გამარჯვებული აჭარა იქნება ხალხია მეორე მესამე ადგილებზე გავლენ გარდაბანი და თბილისი ალბათ მეორეზე გარდაბანი და მესამეზე თბილისი ეს გამოცხადდება უკვე შეჯიბრების დასრულების შემდეგ ეხლა კი პირველი ფინალი ჯაკოჩალიძე ხარუმიძე წითელი ფორმით იქნება კოჩალიძე აჭარელი სპორტსმენი და დაიწყო უკვე შეხვედრა. იმედია შეხვედრა გაამართლებს ჩვენს მოლოდინებს. ორივე ახალი თაობის ძალიან კარგი წარმომადგენელი არის, ძალიან ნიჭიერი სპორტსმენები არიან. და ყველა წინაპირობა არსებობს იმისთვის ვიფიქროთ, რომ საინტერესო დაპირისპირება უნდა ვიხილოთ. ასაკობრივი კატეგორია გითხავით 2002 და 2007 წლამდე დაბადებულები გამოდიან, ანუ ვინც წელს გახდება 18-ის და წელს გახდება 23-ის. ყველა ამათ შეეძლოთ საქართველოს უკვე კაცებში გამოსვლა და ბევრი მათგანი გამოდიოდა კიდეც ეროვნულ ჩემპიონატში, რომელიც უკვე გაიმართა ბათუმში. პირველი წუთი იწურება თუმცა ხაბერ ვიტყვი რომ მოლოდინი გაგვიმართეს ამ ერთი წუთის განმავლობაში რამე განსაკუთრებული და რაღაც ესეთი გამწვავება ჯერჯერობით შეტევა არ ყოფილა. ეხლა მსაჯი არის სიტყვა ვის შეაყენებს ხარუმიძეს პარტერში და ვინ მოიგონებს პირველ კულას. ხარუმიძე მიიჩნიეს პასიურად შესაბამისად ერთი კულა მიიღო კოჩალიძემ და მისი მოთხოვნით ხარუმიძე დგება ჩოგჯინში. ნახოთ აბა კოჩალიძემ უკვე კოჩალიძე წავიდა შეტევაზე აკაჩალეებიდან თუმცა ჯერჯერობით გადაგდებას ვერ ახერხებს უკვე მე რამდენი შეტევა მცდელობა არის შეტევისა კიდევ ერთხელ ასწია თქო ძნელი იქნება აქედან გადააგდო მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც მოახერხა და ორი კულა დაიმატა თუმცა მთავარი მსაჯი არაჩვენებს ხო, ესეთი გაუგება ვიგდება იყო, თუმცა აი ეხა უნდა იყოს მინიმუმ ერთი კულა თავად მოყვა ეხა კოჩალიძე. აქ ეხლა თუმცა ხალიჩიდან გავიდნენ. ამასობაში ორი კულა მისცა საჯმა კოჩალიძეს, შემდეგ შემოაგდეს გარდაბნელებმა ლურჯი ბალიში და გასარჩევია ორივე ეპიზოდი მოკლედ წინაგდება იყო თუ არა ორკულიანი და ეს მეორე გდების დროს როგორ შეიძლება კულები განაწილდეს. უხმეს გორდით საჩაც და ხო ის პირველი ტრიალზე მე ესე მომეჩვენა რა ვიყო ბოლომდე მიყვანილი ორი კულა მისცეს აქ ეხლა ხარუმიძეს კი ბატონო ეჭებზე მოყვა დაუხურა ილეთი და მოყვა კოჩალიძე სახიფათო კრიტიკულ სიტუაციაში აჭარებმა შემოაგდეს ჩელენჯი ისინი პირველი წინა ეპიზოდის შეფასებასაც ითხოვენ განხილვას აჭარლები ეს ბოლო ორი კულა ბოლო გდებისთვის მისცეს აქ დახურვისთვის ხარუმიძეს ხო ხალიჩაზე დაიწყო ილეთი და შემდეგ ხალიჩის გავეც მოყვა ბეჭებზე მაგრამ ჩაითვალა ორი კულა ჩაითვალა ხარუმიძეს სამართლიანად და ეხლა აჭარელები აპროტესტებენ იმ პირველ ეპიზოდს ის პირველი ეპიზოდიც სამა არ იყო მაინც სუფთა ტრიალი კი ბატონო თან იქ როგორ იწვალა მანამდეც ჩოგჯინში რამდენიმე მცდელობა ჰქონდა. ხო, აი ესე ვიდეო განხილვით დაიწყო გუშინ ნახევარფინალებში გადაურჩით ამ ხანგრძლივ ვიდეო განხილვებს იმედია დღესაც
ბევრი რამე არ იქნება სადაო. თორე აი გუშინ იყო წინასწარ შეხვედრებში ამდენიმე ბრძოლა, რომელიც აი ამ განხილვებიანად რაღაც 10-15 წუთი გაგრძელდა. ჯერჯერობით ისე ვაკვირდებიან, საჯები განიხილავენ. მოდი ჩვენც ვნახოთ ახლა გამეორებით ორი ეპიზოდი გვაქვს ანახავი, ეს მეორეა. მეორეა ეს მიიყვანა უყურეთ, აქ არაფერიც აღარ არის საკამათო შეფასება. დაიწყო და მოყვა თვითონ ბეჭებზე და გასული უარყოფილიყო ხალიჩიძე შეიძლება წმინდათაც წაეგოს. პირველი პროტესტიც არ მიიღეს, აჭარელებს ანუ ხო. ხულა დაუმატეს ქარუმიძე, 3-1 ქარუმიძე სასარგებლოდ ანგარიში. ეხლა ქარუმიძემ გაიყვანა ხალიჩიდან მეტოქი, მაგრამ ხულა ამაში ვერ მიიღო, იმიტომ რომ ბრძოლაში იყვნენ პარტების პოზიციიდან გაიყვანა, ხულა იწევება დგომიდან თუ გაიყვან მეტოქეს ხალიჩის მიღმა. 3-1 დაიწყო და მე ესეთ კარგად გაჭარბდა. გამწვავდა უკვე პირველი ფინალი. დამაინტრიგებელი გახდა უკვე შეხვედრა. 3-1 ქარუმიძის სასარგებლოდ ანგარიში. დრო თანდათანობით პირველი პერიოდის აიწურება, კიდევ ერთი კარგი ეპიზოდი და ისევ ქარუმიძე მისარგებლა ამ ეპიზოდით. ჩააგდო დაბლაურკულიანზე 5-1 მისასარგებლო და შეიძლება კიდევ აი ეს უკვე ორი ქულა მისცა. ქულიანი ყოფილიყო და სრულდებოდა კიდეც, არ იყო კიდე ქარუმიძე სამბრიგურა, მაგრამ სერიოზული უპირატესობა მიიღო. თავიდან თითქოს ტრაექტორია კარგი იყო, მაგრამ ბოლოს ხდება მაინც ვერ გამოვიდა ისეთი რომ 4 ქულიანი ყოფილიყო და შეფასებულიყო. 7-1. ჯერ კიდე 23 წამი არის დარჩენილი პირველი პერიოდის დამთავრებამდე, შეიძლება აქვე მომთავრდეს შეხვედრა. თუმცა უიჩქარებთ. ახაც კონჩეტებაზე გამოიჭირე ხა ქარუმიძე, კოჩავიძემ დაიწყო რაღაცა ილეთის მცდელობა, მაგრამ თავად მოყვა შემდეგ ჩოგჯენში. მეორე ნახევარში დასრულდება როგორც ჩანს. გავიდა თითქმის დრო 3 წამი დარჩა. თუმცა დასრულდა და არის. ზედ ბოლო წამზე ჩაატარა. ახლა უკვე დროც დამთავრდა უკვე და ჩემპიონი გახდა ობა ქარუმიძე, გარდაბნელი სპორტსმენი, რომელიც საქართველოს ჩემპიონატზეც უცხოეთში კარგად გამოვიდა. ბედნიერი ღიმილი ჩემპიონისა სავსებით დამსახურებული. ახლა მთავარი მსაჯი ორქულიანიც ასწია რაღაცას აჭარელთა ბანაკს ყოფილა იქ თავარიებად ოში ჩაეტია ზედ ბოლო წამზე და მაგრამ არა საბოლოო ჯამში არ მისცეს და გამარჯვებულად გამოცხადდა. მე ხოლმე ჩასა დამთავრდა ფინალი.